დღემშვიდობის მოგესალმებით ყველას, მე ისევ ბედნიერ სახლში ვარ. დღეს მე და დედა თინათინის სტუმარია ნოდო ჩიმაკაძე, კლინიკური მრჩეველი, რომელიც ჟანგბადივით ჭირდება აქაურობას. მოგესალმებით. სალამი, მადლობა მოგზაურობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ძალიან ლამას მხიარო ფერად გარემოში ვართ, თუმცა ამ ფერად გარემოში ძალიან ბევრი ბავშვი თავის მშობლებიანად ურთულეს გზას გადით. მათ მუდმივად ჭირდებათ ყურადღება, თქვათ დროული დიაგნოსტიკა, ხო, რაღაცა კონკრეტული რჩევები, რასაც აკეთებს ჩვენი ნოდო. ალბათ ნოდო ძალიან უყვართ. იმ ოჯახებს, ვინც ეხლა ცხოვრობს. კი, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს და მე მინდა გაგახსენო ის დღე, რომელსაც აი ძალიან ხშირად ამბობ ხოლმე, რომ დარეკა და ყველაფერი წამში მოაგვარა. ხო, ეს იყო ნოდოსთან ზარი. ნოდო იყო. ხო და ამიტომ მინდოდა რომ ხო, იმდენჯერ ახსენე ხოლმე, რომ აი ფიქრობდი ნოდო რო გვეყოლება სტუმრად, გადაცემაში აუცილებლად გავახსენებ და თან გავასწორმეთ, კი აი ნოდოსთან ვრეკავ და აი წამიერად ხდება ამ ყველაფრის დაორგანიზება, იმიტომ რომ რთული არის MRI, KT კვლევები და ესეთი კვლევები, რაც ძალიან ისეთი დიდი რიგებია ხოლმე. ამას უცებ მიკეთებს ნოდო და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ჩემი შვილებისთვის და ეგ იყო ნოდო, ამის თქმა მინდოდა. არ მართლა ეხლაც აღფრთოვანებული ვარ და შოკში ვარ. დარეკილი არ ქონდა, უბრალოდ ყურმილი ტელეფონი ჯიბეში არ ქონდა ჩადებული, რომ კონკრეტული ბენეფიციარი პაციენტი უკვე მანქანაში იყო და მიდიოდა კვლევაზე. მადლობა ამისთვის პირველ რიგში, მაგრამ როგორ მოახერხეთ, რომ ასეთი ყისიერი პასუხი ყველა მის ზარზე, ყისიერი დახმარება და არ ვიცი, როგორ ახერხებთ მართლა ამ ყველაფერს? ამ რთულ ცხოვრებაში, სამყაროში დღეს. მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მართლა პატივია დღეს ჩემთვის აქ ყოფნა. პატივია საერთოდ ზოგადად დედა თინათინის გვერდით. მაგარი გოგოა, ხო? ძალიან. მის გვერდით შრომა, ეს არის სტიმული, რასაც გაძლევს დედა თინათინი, იმისაც რომ არ დაიღალო უბრალოდ და ეს კი არა, საერთოდ მის გვერდით და შეიძლება თებიც გადადგა რა. გეთანხმები. ნამდვილად, რა ვიცი. ჩემთვის მარტივია ალბათ, იმიტომ რომ მრავალი წელი ამ სფეროში ვარ. დაამთავრე საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჩემი პროფესიაც ეს არის და ამას გულისხმობს, რომ ორგანიზება გავაკეთო ამ სამეცნიერო სფეროს. თუმცა ასე მყისიერად, აი დარეკილი არ არის, რომ შესრულებულია. ვცდილობთ, ნამდვილად. მართლა სტიმული და ინსპირაცია არის დედა თინათი. იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანმა რაღაცა გთხოვოს. ზოგადად ბუნებით ალბათ ესეთი ვარ მეც, მაგრამ ნუ მართლა ჩემი სტიმულია, იმიტომ ხო, რომ აი რაც შემიძლია იმაზე ორჯერ და სამჯერ უფრო მეტად უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად გავაკეთებ იმას, როცა დედა თინათი გთხოვს ამ ყველაფერს. საიდან დაიწყო თქვენი ეს მეგობრობა? მოკლედ ჩვენ მთელი ოჯახით ჩართული ვართ ფონდის მეგობრები ვართ ფონდის, მოკლედ მეც, ჩემი და დედა ჩემი, რომელიც აქ მუშაობს ფონდში. ჩვენი მზარეულია. დამზადებული, ძალიან გემრიელი აქვს და ძალიან გულით ამზადებს ახლა. პირველ რიგში ჩაერთა ჩემი და, რომელიც ფინანსურ მხარეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამ კუთხით თინათინის გვერდით იდგა და შემდეგ ჩავარდა მეც და რა ვიცი, მრავალი წერია უდიდევართ გვერდში. მამა ანდრია ახალი გარდაცვლილი იყო, 40-მდე გავიცანი მეკო მამა ანდრიას და იმიტომ გავიცანი, რომ ჩემი ნათესავი მისი მეგობარია ივერი და მან მითხრა, რომ აი Facebook-ი და ეს სოციალური მედია იცი ძალიან კარგადო. და პირველი შეხვედრა იგი იყო ჩვენი, რომ დაგხმარებოდა, რომ გაეკეთებია ეს ჩვენი სოციალური ქსელი. მეკომ და ისეთ კაი ხელზე გაგვიკეთა და დაგვეხმარა. თავიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მე საერთოდ ამ რაღაცებში ვერ ვერკვეოდი და აი მეკომთან ესე დავიწყეთ. მე გავიგე, რომ არის ფინანსისტი და ჩვენ რა თქმა უნდა ფინანსისტი გვჭირდებოდა და მინდა გითხრათ, რომ წლების მანძილზე უსასყიდლოდ მემსახურებიან ეს ადამიანები და ქალბატონი
ქალბატონი დოდო კიდევ სადაც თავის სამსახურში მუშაობდა ჩვენი მზარეული, ის კვირაში 3 დღე მოდიოდა საღამოობით და ჩემ შვილებს უმზადებდა საკვებს და ეგ 3 დღის იმ ძველ სახლში. და მე მქონდა მაცივარში და ესე ჩემ დანარჩენ შვილობილებს და შვილებს და მათ მშობლებს იმით ყვებავდით, როდესაც იყო ხოლმე ესეთი პერიოდები, როდესაც მხოლოდ ესეთი ასაკის ბავშვები მყავდა, რომლებიც მარტო ჩემთან იყვნენ. და აი ამ დროს მეხმარებოდა ძალიან, დოდო ბევრი თან სტუდენტი იყო, თან სწავლობდა და მე კიდევ სულ გარეთ ვარ და ის ძალიან მიჭირდა ამ ბავშვების გამოყვება, სიმართლე რო გითხრათ და თან კიდე საჭმელების გაკეთება, მაგრამ მეც ძალიან ვიხალისე და სვანურ კერძებს უმზადებდი ხოლმე და ისინი ძალიან ჩართულები იყვნენ. აი სწორედ მაგ მომენტში დამიდგა გვერდში ძალიან ქალბატონი დოდო და მოდიოდა და მე ამაში მეხმარებოდა, რომ კვირაში 3 დღეს რომ აკეთებდა ამ საკვებს და მეორე დღესაც ისე ყოფნიდა და ესეთი ის იყო და როდესაც ნოდო გავიცანი და თან კიდევ მაშინ გორის ჰოსპიტალის ადმინისტრაციის უფროსი იყო, ანუ ნოდო სულ ესეთ ანუ ისე კი არა რომ უბრალოდ ისწავლა და ძალიან ჭკვიანია და კარგი ის არის. ყოველთვის ისეთ ადგილებში და თანამდებობებზე არის, რომ არ ხდება წყვეტა პირიქით ყველაფერში, ხო, სულ ვითარდება და ზუსტად იცის ყველაფერი და ჩემთვის ნოდო მართლა არის, რომ დავრეკავდა ყველაფერი იქნება. ხო, აი ჯადოსნური ჯოხი უჭირავს და დააქნევს ამ ჯადოსნურ ჯოხს და ყველაფერი გამოვა და ჩემთვის ყველაზე მთავარი არის, რომ აი რომ მეშინია რამე არ გამომეპაროს, კი მათ მკურნალი ექიმებთან ვამოწმებ, მაგრამ ის მკურნალი ექიმი რომ მეუბნება, რომ ახლა ამას სასწრაფოდ ესკოლევა სჭირდება, აი ამ სასწრაფო რაღაცის ესე მარტივად მოგვარებაც არ არის, რთულია ძალიან და ნუ ეხლა ერთ-ერთი კლინიკის სამედიცინო დირექტორი ხარ, ხო? ხო. ხელმძღვანელი არის, სადაც, რა ვიცი, მადლობა იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც როდესაც არ არის ამის შესაძლებლობა, ხან ძალიან ადრე მოდიან ჩემი შულების გამო და ხან ძალიან გვიან მიდიან, რომ ჩვენ ეს კვლევა ჩავხერხებენ ისე, რომ ეს კვლევა ჩატარდეს. რა ამის პასუხია და ძალიან გთხოვთ, მოიწონეთ ჩვენი გვერდი, მოიწონეთ ვიდეოები, რომელიც ამ გვერდზე დევს ეს დაგვეხმარება ჩვენ რომ უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს ეს ინფორმაცია, რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება, რომ ქალაქის ცენტრში არსებობს ესეთი არაჩვეულებრივი სახლი, სადაც ძალიან ძიმე, ძალიან რთულ გზას გადიან ბავშვები, ბევრი გადის ამ ქვეყნიდან, ბევრი კი ისევ და ისევ ჯანმრთელია. ამიტომ რა ვიცი, ის ერთი ლარი ვახსენოთ ხო, ბარემ დღესაც ყოველ 13 რიცხვში ყველაზე ცოტა მინიმუმი რაც შეიძლება გააკეთოთ თქვენ ეს არის რომ 1 ლარი გადმორიცხოთ ფონდის ანგარიშზე. დანარჩენს კი ამოიცვალს ხოლმე დედაძინა დიდი ქალამას და ქალავნებს და გარბის. აი მართლა ახტოვანებული ვარ, რაც დრო გადის, ხო? ეხლა იქ რამის დავამატე ბოდიში, რომ ანუ ისე ვამბობდი ერთ-ერთი კლინიკა თითქოს და ტელევიზიაში შენთან ერთად რომ ვზივარ, დიახ, ვფიქრობ, ანუ რატო არ რომელი კლინიკის არის და კი რა ქვია, სწორედ თბილისის ცენტრალი. აი მინდა რომ მოვიკითხო ყველა ნოდოს თანამშრომელი და ჩვენი გიორგი იქაც მუშაობს, ლორია და ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის, რასაც მიწევთ ჩემ შვილებთან ერთად. საუკეთესო კლინიკა არის. ნამდვილად და დაუბრუნდით ახლა იმ ყისიერ დახმარებას, რასაც მე არაერთხელ შევსწრებლა. მართლა ძალიან რთულია, თუმცა საქართველოში მეტნაკლებად კიდე მოწესრიგებულია, აი ევროპაში, ამერიკაში სულ წუხან პაციენტები რომ მივედი და ჩავეწერე სამთვეში მაქვს ვიზიტი. ჩვენთან მეტნაკლებად მოგვარებულია ეს საკითხი, მაგრამ მართლა იმ წუთას გაწევა დახმარების, როგორ ახერხებთ, რის ხარჯზე აკეთებთ ამას? ნუ აი დედამ ახსენე და სწორი, ალბათ იმ თანამშრომლების, ვისთანაც თქვა განვახორციელეთ, იციან ვის სჭირდება, თქვა დახმარება შეიძლება რაღაც გაწერილი იყოს ის გრაფიკი, მაგრამ დამატებით რაღაც საათებში მოუწიოთ მათ მოსვლა და ჩვენი გულისთვის, ამ ბავშვების გულისთვის ნამდვილად თანხმდებიან იმას, რომ ესე უსასყიდლოდ და ჩადონ მთელი შრომა იმაში, რომ რა თქმა უნდა დაეხმარონ ამ ბავშვს. ამის ხარჯზე უბრალოდ და არა რა. ადამიანობის ხარჯზე. ადამიანობის ხარჯზე. ანუ ჰიპოკრატეს ვიცი დადებული აქვთ. კი, რა თქმა უნდა, ზოგს დადებული. ხანდახან ეჭვებარება მე მაპატიოს ყველა ექიმმა, ყველას არ ხარ შევერთქვაფში ნამდვილად, მაგრამ ხშირად გამჩენია ეს კითხვა, რომ ნეტა თუ იციან საერთოდ რას აკეთებენ. კი, კარგი ცუდი ნამდვილად ყველგან არის. რა თქმა უნდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში არიან ძალიან ბევრი ღირსეული ექიმი, ღირსეული ნამდვილად გეთანხმებით. მუშაკი, რომელიც ნამდვილად თელ თავის უანგარო ხონეს დებს იმაში, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდეს
და მას შეუქმნას ნამდვილად სრულფასოვანი და ბედნიერი ჯანმრთელობა და გაუხანგრძლივოს სიცოცხლე ან აჩუქოს სიცოცხლე. ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ამ ბავშვების მკურნალობის გზაზე ნოდოსთან ზარი, იმიტომ რომ ამით გვარდება უამრავი პრობლემა, ხო? აი ყველაზე მნიშვნელოვანი მართლა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი თუ ეს სჭირდება ჩემს შვილს და ზოგჯერ საათები წვიტავს, ხო? მის მდგომარეობას, იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ დაავადების პროგრესირება ხდება თუ რამე სხვა მიზეზის გამო, აი გამორიცხვა არის ყველაზე მთავარი ამ დროს და ექიმები სულ მეუბნებიან რომ აი ხლა სასწრაფოდ და აი სასწრაფოდ აი ამ კვლევის გაკეთება არის ძალიან რთული და ყველგან პრობლემატური არის და ჩემთვის აი ხელა იმედია თან კიდევ როდესაც იცი რომ აი რაც არ უნდა იყოს ან ადრე მოვლენ ან გვიან წავლენ და ამის იმედი რომ გაქ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაც არ უნდა იყოს მეც ფეხი რომ მოვიტეხე ჩემით რაღაცები გადავწყვიტე მაგრამ იმ წუთას რომ დაურეკე და ხო რაღაცა რომ არაფერი არ იქნება მოტეხილი და ნოდოს ურეკავ და იმდენად მეც ცოტა დაძაბული და შოკირებული ვიყავი გია რომ იქ მუშაობს გიორგი ლორია ის უდამავიძე და ტრავმატოლოგები ყავსო და მეკითხება დედა რა დაგემართავ ანუ რა გჭირსო მიხვდა რომ ძალიან მეუთხარი რაღაც მე მგონი ფეხი მოვიტეხე მეთქი და რას ქვია არაკასე უი ხო მეუთხარი ვიცი მეთქი და ანუ არა მარტო ჩემი ბავშვებიც ეხა ფონჩიც მყავს თანამშრომლები ან ისა დაზღვეულები და ყველაფერს მის კლინიკაში ყველა კვლევას ვატარებთ და რა ვიცი ძალიან კმაყოფილები არიან ჩემი თანამშრომლებიც და ზუსტად ვიცი რომ ნოდოც ამ კლინიკას ხელმძღვანელობს ზუსტად ამით ამ კრიტერიუმებით თან პროფესიონალიზმის გათვალისწინებით აიმით აი ამ ადამიანებს ახლა თან უვლის თან ცდილობს რომ ისინი ყავდეს ხო თავის კლინიკაში ეს ყველა იმის мотивация არის და ამიტომ ზოგადად დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დროული მნიშვნელობა აქვს კურნალობის დაწყებაში, იმიტომ რომ დიაგნოსტიკა ეს არის პირველი ნაბიჯი, როცა გადადგავ, დაისმება დიაგნოზი და მე უკვე აი ამ დასმულ დიაგნოზს უნდა მკურნალო. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დიაგნოსტირებას. ისე მე მახსოვს რამდენიმე არერთი რამდენიმე ათეული წლის წინ პათანატომების კვლევა წავიკითხე და ძალიან სევდიანი იყო მათი დასკვნა, როგორც აღმოჩნდა პათანატომიის დიაგნოზები აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ დიაგნოზებისგან, რასაც მკურნალობდნენ, მაგრამ წინ წავიდა მედიცინა, პრევენციული მედიცინა, ტექნოლოგიები და ახლა უფრო კარგად შეგვიძლია ჩაკითხება, ხო, რაღაცა კონკრეტული დიაგნოზისთვის. ცხადია, დაიხვეწა სადიაგნოსტიკო საშუალებებიც, ძალიან განვითარდა უშუალოდ მაღალ ტექნოლოგიური კვლევების საშუალებები და ეს მაღალ ტექნოლოგიური საშუალებები აი მილიმეტრის სიზუსტით სვავენ უკვე დიაგნოზს და ეს არ არის მე-19 საუკუნე, სადაც ხელის დადებით უნდა დაგესვა დიაგნოზი. დღეს არის იმის საშუალება, რომ მაღალ ტექნოლოგიურმა კვლევამ დაგანახოს და დაგაყენოს სწორ გზაზე და შემდგომ უკვე მკურნალობა უშუალოდ აი ამ დიაგნოზზე დაიწყოს და არა რაღაც ზოგადად. თუმცა აი დედათიანთმა ახსენა გამორიცხვის მეთოდით, როდესაც რაღაც უხილი აქვს პაციენტს, გამორიცხვის მეთოდით ვიწყებთ, ხო? რომ არა ეს მყისიერი დახმარება, აქ რა შედეგი იქნებოდა ამ სახლში. მე მაინტერესებს ბავშვებთან მნიშვნელობა აი ამ წამიერი დახმარების. კი, აი მაგალითად იმ დღეს როცა კირას ქონდა ეს შეტევები და მას აქ თავის ტვინის სიმსივნე, პირველად მელანომა და საქართველოში მის ასაკში ბავშვებში პირველად დაისვა ეს დიაგნოზი და მადლობა ღმერთს ეხლანდელი მკურნალობით გაჩერებული კი არა უკან დახეული აქ დაავადებას და იქ ძალიან მახარებს და შემდგომი კვლევაც იქ ჩავატარეთ ნოდოსთან, მაგრამ უკვე გეგმიურად, ანუ ზუსტად ვიცოდით და ხო, გეგმიურად და იქ სასწრაფო არ იყო, მაგრამ იმ მომენტში უნდა განესაზღვრა ექიმს დაავადება პროგრესირებდა და ამიტომ მქონდა თუ რამე სხვა ბრალი იყო და ამიტომ იყო მისთვის მნიშვნელოვანი ეს და ზოგჯერ კიდე ბავშვებს აქვთ შუნტი, ის შუნტი უნდა ნახონ პარკუჭები, მე კი ძალიან მედიცინაში შევიჭერი, მიყვარს მედიცინა და ამიტომ ანუ მე თვითონ ხდები, მაგრამ ნოდო უფრო სრულ პასუხს გავცემს როგორც ექიმი. მე რაც ჩემი დაკვირვებით ვიცი ეს არის, ხო, აი თავის ტვინის სიმსივნეებში ეგ არის პარკუჭის. ალბათ არსებობს დიაგნოზი, რომელსაც მართლა
ჭირდება იმ წუთას მყისიერი დახმარება და თქვათ რაღაც ანუ ტრიაჟი ეგ სიტყვა ვისწავლე კოვიდის დროს. თქვენთანაც არის ხო ალბათ სისტემის ტრიაჟის. ხო. ჩვენს კლინიკას ერთ გადაუდებელი დეპარტამენტია, სადაც ხო მყისიერი დახმარება ხდება 15 წლისავით მოზარდებში და დიდ ადამიანებში, ეს არის ბავშვთა კლინიკა, სადაც მყისიერად ხდება დახმარება იმ გადაუდებელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ესაჭიროება პაციენტს და ძალიან ხარისხიანად ხდება აი ამ ყველაფრის ორგანიზება და გაწევა. რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად იმისათვის, რომ გადაარჩინო ადამიანის სიცოცხლე. აი ძალიან მარტივად გადაარჩინო ადამიანის სიცოცხლე. ეგეთი ხო, სიცოცხლე აჩუქო. კი, და ეს შენობა აკეთებს თავის მაქსიმუმს, რომ ადამიანებს სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესოს ბავშვებს უბრალოდ ან მოზრდილებსაც სიმეტრიათი აწევს დედათინათის და არა მარტო. ეს ყველაფერი კეთდება სულ სხვა დამოკიდებულებით და სულ სხვა მოტივით და ეს არის კიდევ ერთად თქვა დედათინათინი. ნამდვილად დედათინათინი აი ამ ბავშვებისთვის საოცრებებს აკეთებს. დედას რო ეძახიან თან ოღონდ მესვეჭმე და ნამდვილ დედაზე ლაპარაკობს ეხლა თუ დედათინას სულ მაქვს ეს კითხვა. ნამდვილი დედოს ჩართულობა აი არა მარტო იმაში რომ ბავშვს ეხმარება თქვა რაღაც დაფინანსების ორგანიზებაში ან რაღაც კურნალობაში, არამედ პრევენციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბავშვებისთვის პრევენციას, ხო? არა მარტო ამ ბავშვებისთვის, აი ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, რასაც დედა უზრუნველყოფს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის, მათი სიცოცხლის ხარისხის, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს და აი ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. კი, და აი სამზარეულო ახსენეთ და რა ვიცი, ალბათ გაოგლებული დავრჩი, როდესაც გავიგე რომ სადილად მაგალითად ბედნიერ სახლში შესაძლებელი ერთდროულად იყოს 4 ცხელი კერძი, 5 მეორე თუ მთავარი კერძი, 7 დესერტი და კიდე კამპოტი კისერი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდარი რაციონი აქვს, იმიტომ რომ უნდა მოერგოს სათითაოდ ყველა პაციენტის გემოვნებას, დიაგნოზს და ასე შემდეგ. ხო, თან ეხლა სეზონური მენიუები გვაქვს და ეხლა მიმდინარეობს ამ სეზონის ეხლა დამტკიცება ჩვენ მენიუში, როგორ ხდება, მე ხა მივიტან სტანდარტის მიხედვით. ხო, მივიტან კურნალ ექიმებთან, ჩვენ კი გავიარეთ, მაგრამ მაინც რამე თუ ჩაგვიკორექტირა, ესე რომ ვთქვათ, კურნალმა ექიმებმა და ონკოლოგებმა და შემდგომ შეგვაქვს უკვე სამზარეულოში და სამზარეულოშიც ესე რომ ვთქვათ, უკვე იმ მენიუთი მიმდინარეობს. ზოგადად არის სამკურნალო მაგიდები ამ პაციენტებისთვის და აი ამის მიხედვით გება ეს ყველა მენიუ თავისთავად და ნამდვილად რაც ყველაზე მთავარი ხარისხიანი საკვები ნამდვილად და ჯანსაღი საკვები. და თვითონ სამზარეულოც ალბათ ოდესმე ჩავალთ და იქიდანაც ერთი გადაცემა ჩავწეროთ იქ ერთი გადაცემა, იმიტომ რომ რაც საოცარი კოსმოსში გეგონებათ თავით დიდი სამაციურე ტერიტორიები, დაცული ყველა სტანდარტი iOS სერტიფიკატი თუ რაღაც ხასპი ვერ დავიმახსოვრ რამდენი რამე. მართლა საოცრება ხდება ამ სახლში და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ კარი სულღია, თქვენ ნებისმიერ წუთს შეგიძლიათ უბრალოდ მოხვიდეთ და ნახოთ რა ხდება აქ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ სივრცე, აქ მოაწყოთ ტრენინგები, აქ მოაწყოთ ბევრი სხვა რამ და ეს თანხა რომელსაც თქვენ გადაიხდით, ის მოხმარდება ისევ და ისევ იმ ბავშვებს, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი დახმარება და ყურადღება ალბათ, რომელიც იმ თანხის თოლფასია, რასაც გაიღებს ადამიანი. ჩვენი კარები მართლა ყველასთვის თანაბრად ღია არის და ვისაც შეუძლია თანხით რომ დაგვეხმაროს, თუმცა ჩვენი კამპანია 31 ამის შესაძლებლობას ყველას აძლევს და ერთლარს მართლა ყველა გამოძებნის და თუ თქვათ და არ შეუძლიათ არა აქვთ, მათ შეუძლიათ მოვიდნენ და სხვადასხვა დაგვეხმაროს და ხო აი ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც არ ვამბობ იმ ადამიანებს, ვისაც ტელევიზიიდან უყურებენ და მოსწონთ ისინი მათთვის მიუწვდომელები არიან, კიდევ უფრო ისინი რომ მოდიან და ჩვენთვის მოდიან, აი ეს კითხვა აქვს და ეგ უხარიათ, რომ ისინი როგორი მნიშვნელოვნები ყოფილან, რომ აი ეს ვარსკვლავი მოდის მასთან. ძალიან ისეთი არის და ვინც ესე მოვა და გაახარებს ჩემშულებს, რა ვიცი, უფალი შეეძლო მეტი ადამიანი მოვიდეს და გაახაროს ბავშვები ნამდვილად. რა თქმა უნდა, თან ეხლა არის პერიოდი, როდესაც სავსეა ყველა ოთახიო, იმიტომ რომ კონტროლი უწევს ხო, ბევრ გამოჯამშთელებულ ბავშვს. ხო. კონტროლის რეჟიმი 10 წელი არის. 10 წელი.
ხო, ну, ახლა ბავშვები მყავს, რომლებიც არიან, რომლებმაც დაამარცხეს ლეიკემია და აი ლეიკემიის ესეთი აქტიური ქიმიოთერაპიის შემდგომ მას ექვია დაცვითი თერაპია და აი დაცვითი თერაპიის დროს ჩამოდიან თვეში 1 კვირა და იმ 1 კვირის მანძილზე მინიმალური დოზებით ესხმევათ დღეში ერთხელ ეს ქიმიოთერაპიის მედიკამენტი და შემდგომ ანალიზებს ვაკონტროლებთ და როდესაც ყველაფერი მშვიდად გვაქვს და არ ეცემა მათი ესეთი სისხლის მონაცემები და ანალიზები, მე ვუშვებთ უკვე სახლში და ეხლა ესე დაემთხვა, რომ იმდენი არიან, რომ თითო ოთახში ორ-ორად არიან განთავსებულები, ესეთი რაღაცაც ხდება, მაგრამ ისე მოსწონთ ეგ სიტუაცია. აი ძალიან ხარისხობს. მოსწონთ, იმიტომ რომ არაერთი ბავშვისგან გამიგია, რომ საერთოდ არ მინდოდა მე იმ სახლში მისვლა და რომ მივედი და მე იწყება მათი ცხოვრების ახალი თავი, როგორ მოვიდნენ აქ და როგორ შეიძინეს მეგობრები და ასე შემდეგ. რა ვიცი, მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გთხოვთ, გემუდარებით, მოიწონეთ ვიდეო, მოიწონეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ თქვენის დახმარებით ჩვენ უფრო მეტი ადამიანის გულამდე მივალთ, მეტი ადამიანს მივცემთ ინფორმაციას, მეტ ადამიანს გავაგებინებთ, რომ მართლა ქალაქის ცენტრში საოცრებები ხდება ხალხო. დარეკავს დედათინათინი ნოდოს და ნოდო უცებს შეკასმავს ცხეს და ბავშვისთვის კეთდება ყველაფერი მყისიერად, ყველა ის რთული манипуляცია თუ გამოკვლევა არის, ისთვისაც შესაძლებელია თქვენ და მე თვეობით ვიდგეთ რომელიღაც კლინიკის რიგში. ასე რომ მოიწონეთ ეს ვიდეო, მოიწონეთ ჩვენი არხი და მიეცით საშუალება, რომ უფრო მეტ ადამიანთან მივიდეს ეს ინფორმაცია. მადლობა კიდევ ერთხელ. უფრო მეტ სიკეთე ვაკეთეთ. რა თქმა უნდა, თან სიკეთე გადამდებია. ნამდვილად. მადლობა. მადლობა თქვენ. ჩვენ შემდეგ ოთხშაბათს დაგიბრუნდებით. ყოველ ოთხშაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხები.